რა მოხდება მომავალში? რისთვის ემზადებიან? რატომ აგებენ ბუნკერებს? თავშესაფრები რჩეულთათვის? შიში თუ რეალური საფრთხე? საიდუმლო საცავები. საიდუმლო აპოკალიპტური ბუნკერები. მიწისქვეშა გამოქვაბულები თუ ხელოვნური სანგრები ოდითგანვე იყო ადამიანისათვის საიმედო თავშესაფარი. ადრე ძირითადად მეტეოროლოგიური პირობების გამო. მხედრთა თავდასხმის შეკავებისა თუ მტრებისგან თავდასხმისთვის იყენებდნენ ასეთ სივრცეებს გვიანდელი ადამიანები. შუა საუკუნეებიდან ასეთი გვირაბებისა და სანგრების მშენებლობა დაიხვეწა და მასობრივი გახდა. მსგავსი თავშესაფრები არა მხოლოდ სახელმწიფო მნიშვნელობის ნაგებობების ქვეშ ხდებოდა, არამედ კერძო საკუთრებაშიც. თუმცა საიდუმლო გვირაბებმა უკვე ბუნკერების სახელწოდებით კიდევ უფრო მასშტაბური სახე მე-20 საუკუნეში მიიღო. პირველი და მეორე მსოფლიო ომები ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მე ამ ეპიზოდის განმავლობაში თბილისში არსებული ბუნკერების შესახებაც მოგიყვებით. თუმცა მანამ გავიგებთ რა ხდება 21 საუკუნეში ამ მიმართულებით. საიდუმლო აპოკალიპტური ბუნკერები რისი ეშინიათ და რამდენად რეალურია საფრთხე. დავიწყოთ მოკლე ისტორიით. მიწისქვეშა მშენებლობების ბუმი განსაკუთრებით გამძარდა მე-20 საუკუნეში, როდესაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყეს მიწისქვეშა ბუნკერებისა და საცავების აგება, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფებისგან თავის დასაცავად. აგრეთვე სამხედრო და საწარმოო მიზნებისათვის. რუსეთში მაღალჩინოსნებისათვის ბუნკერების მშენებლობა საბჭოთა პერიოდში დაიწყო. ბომბსაფრების, მიწისქვეშა საქმებისა თუ გვირაბების ქსელებს, რომელთა შესახებაც მოსახლეობამ დღემდე არაფერი იცის, საბჭოთა უშიშროება სოციალისტური რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის საქართველოშიც საგულდაგულოდ აშენებდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ატომური ბომბების შექმნის საკითხშიც დაიწყო შეჯიბრი, გაჩნდა საფრთხე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის იდეოლოგიური ომი, რომელიც ცივი ომის სახელითაა ცნობილი, შესაძლოა ბირთვულ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო. ამიტომ საბჭოთა კავშირის მსგავსად ასეთი ბუნკერების მშენებლობის ბუმი შეერთებულ შტატებშიც მიმდინარეობდა. დავიწყოთ საბჭოური ბუნკერებით. საბჭოური ბუნკერები იყო ყველგან, ყველა ქვეყანაში, რომელიც ამ ტირანული კავშირის იზოლებითი წევრი იყო. ეს მიწისქვეშა ნაგებობები ერთმანეთს ძალიან ჰგავდა. ამიტომ გაჩვენებთ კარგად შემონახულ ბუნკერს. დიდი ბელადის, იოსებ სტალინის ერთ-ერთი ბუნკერი. გასული საუკუნის 50-იან წლებში მოსკოვის ცენტრში მიწისქვეშ 65 მეტრის სიღრმეში ააშენეს ანტიბირთვული თავშესაფარი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პირველი პირებისთვის. ბუნკერი მდებარეობს 3 სართულიანი აგარაკის ქვეშ, მეხუთე კოტელნიკის შესახვევში, 11 ნომერში. თავად შენობის პირველადი ფუნქცია იყო ბუნკერის დაცვა ბირთვული თავდასხმისგან. მას შეეძლო 23 კილოტონის სიმძლავრის ჭურვისგან დაცვა. თუ დარტყმის ტალღა მიუხედავად პირველადი დაცვისა, შიგნით მაინც შეაღწევდა, დაკარგავდა დამანგრებელ ძალას კორიდორების მოსახვევებში. ამას გარდა გზაზე შეხვდებოდა 2 დამცავი კარი, რომელთაგან თითოეული 2 ტონას იწონიდა. არსებობდა ასევე ჰერმეტული კარებები, რომლებიც იცავდა რადიაციის და ქიმიური იარაღისგან. $65 მეტრის სიღრმეში იყო ჩასასვლელი. ბუნკერი შედგება 4 ბლოკისგან. სამხედრო ობიექტი GO-42, იგივე სათადარიგო სამეთაურო პუნქტი ტანგანსკი. არ არის საბჭოთა კავშირში აგებული პირველი ბუნკერი. მისი პროექტირება ხდებოდა 40-იანი წლების ბოლოს, ხოლო აშენდა ცივი ომის დროს 1953 წელს, სტალინის გარდაცვალებამდე. საბჭოთა კავშირში ბუნკერები შენდებოდა 30-იანი წლების დასაწყისიდან და ჩვეულებრივ გათვლილი იყო მხოლოდ 5 ტონამდე ავიაჭურვების დარტყმაზე. ცნობისათვის მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანელებმა გამოიყენეს ყველაზე ძლიერი ჭურვები,
რომელთა საერთო მასა 10 ტონა იყო. ამგვარ ჭურვს შეეძლო გაენადგურებინა მთელი საცხოვრებელი კვარტალი, ან გაეტანა 5 მეტრის სისქის ბეტონის კედელი. ბირთვული იარაღის გამოჩენის შემდეგ გასაგები გახდა, რომ ყველა მანამდე აშენებული ბუნკერი მოძველდა. განსაკუთრებით მწვავედ დადგა ომის შემთხვევაში ქვეყნის მმართველობის დაცვის საკითხი. 1959 წელს ყაზახეთში 3 პალატინის პოლიგონზე ატომური ბომბების გამოცდის დროს დადგინდა, რომ 30 მეტრამდე სიღრმის მიწისქვეშა სიმაგრეებში გადარჩენა შეუძლებელი იყო. გადარჩენის შანსები საგრძნობლად იმატებდა მხოლოდ 50 მეტრზე და უფრო ღრმად. ბუნკერი 42 განთავსებული იყო 7000 კვადრატულ მეტრზე, 65 მეტრის სიღრმეში, 50-იან წლებში შექმნილი ნახაზების მიხედვით. მასში საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და კომპარტიის ლიდერებს შეეძლოთ ამერიკელების მიერ განხორციელებული ატომური დარტყმისგან გადარჩენა. თავად სტალინმა ვერ მოასწრო ბუნკერში ყოფნა. ამ დროისათვის ობიექტი ასევე გამოიყენებოდა შორსმოქმედი ავიაციის სათადარიგო სამეთაურო პუნქტად და სამხედრო მომსახურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ეს ბუნკერი რუსეთში არსებული 3 გასაიდუმლოებული მიწისქვეშა ობიექტიდან ერთ-ერთია. მეორე ბუნკერი, რომელიც ამჟამად დამთვალიერებლებისთვის ღიაა, მდებარეობს იზმაილოვოში, მესამე კი სამარაში. Fallout ინგლისურიდან პოსტაპოკალიფტურ თავშესაფარს აღნიშნავს. 1950 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტრუმენმა ხელი მოაწერა კანონს სამოქალაქო თავდაცვის ფედერალურ აქტს. შეიქმნა სამოქალაქო თავდაცვის ფედერალური ადმინისტრაცია, რომელსაც ევალებოდა ეროვნული სამოქალაქო თავდაცვის პოლიტიკის ჩამოყალიბება. ფედერალური სამოქალაქო თავდაცვის ძალისხმევის უფრო საინტერესო ინიციატივებს შორის იყო სპეციალური მიწისქვეშა თავშესაფრების შექმნა, რათა ამერიკელები დაეცვათ ბირთვული შეტევის შედეგად გამოთავისუფლებული მომაკვდინებელი რადიაციისგან. თავდაპირველად საჯარო შენობების მფლობელებს ფედერალური მთავრობა მოუწოდებდა. შეექმნათ თავშესაფრები თავიანთ ობიექტებში, მაგრამ რადგანაც ასეთი სამალავების აგება ძვირიჯდებოდა, ამან მასობრივი სახე ვერ მიიღო. თუმცა არაერთმა ოჯახმა შექმნა კერძო ბუნკერები. 1959 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გამოაქვეყნა ბროშურა სახელწოდებით ოჯახის შეტევებისგან დაცვის თავშესაფარი. ამ ბუკლეტების მილიონობით ეგზემპლარი, რომელშიც აღწერილი იყო თუ როგორ უნდა აეშენებინათ და აღეჭურვათ თავშესაფარი, გავრცელდა მთელ ქვეყანაში. იმისათვის, რომ წაეხალისებინათ სატელეკომუნიკაციო კორპორაცია IBM-ის 60,000 თანამშრომელი, რათა აეშენებინათ თავშესაფრები, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა თომას უოტსონ უმცროსმა უპროცენტო სესხების შესაბაზა ფირმის მუშაკებს და უზრუნველყო სამშენებლო მასალების მიწოდება ხელმისაწვდომ ფასად. საბედნიეროდ ეს თავშესაფრები არასოდეს დატესტილა. შეერთებულ შტატებში კერძო თუ სახელმწიფო და სამხედრო დონის მიწისქვეშა ბუნკერები, გამართული ინფრასტრუქტურითა და პირველადი მოხმარების საჭირო სურსათ-სანოვაგის მარაგით, მომდევნო 10 წლეულებშიც შენდებოდა და მაღალი ალბათობით ახლაც გრძელდება ეს პროცესი. 1961 წლის შუა პერიოდში, ბერლინთან დაკავშირებული კრიზისის დროს, პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ გააფართოვა ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის პროგრამები და მოითხოვა $200 მილიონ-ზე მეტი ასიგნებები შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი თავშესაფრების მშენებლობისათვის. კენედიც მოუწოდებდა ამერიკელებს აეშენებინათ კერძო, საკუთარი თავშესაფრები, რომელთა სავარაუდო რაოდენობა 1961 წლის ივნისში 60,000-მდე იყო. 1965 წელს კი დაახლოებით 200,000-მდე გაიზარდა. 60-იანი წლების დასაწყისისათვის ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა ისეთი საკვები შეიმუშავა, რაც იდეალური იყო განკითხვის დღის საჭმელად. ნოყიერი, ადვილად მოსამზადებელი და გონივრულ ფასად, ხანგრძლივი შენახვის ვადით. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის მხრიდან ატომური თავდასხმის შიში 1970-იან წლებში დიდწილად შემცირდა, ვიეტნამის ომისა და უოტერგეიტის სკანდალის გამო კვლავ გაცოცხლდა შიშები. დაიწყეს ვადაგასული საკვების ჩანაცვლება უფრო გრძელვადიანი საკვებით. განაახლეს სამედიცინო მარაგიც, წყლის ამზები და ჰაერის ფილტრაციის სისტემები. ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დღესაც ემზადებიან სხვადასხვაგვარი კატასტროფებისა და აპოკალიფსისთვის.
ეს მზადება განსაკუთრებით პანდემიისა და რუსეთის ომის უკრაინაში დაწყების შემდეგ გამძაფრდა. ისინი აგროვებენ მარაგებს, საკვებს, იარაღს და აშენებენ ეგრეთ წოდებულ ბუნკერებს, რომლებიც გათვლილია როგორც ბუნებრივ კატაკლიზმებზე, ისე საომარ მოქმედებებსა და ახლა უკვე პანდემიაზეც. კი, ეს ტრენდი განსაკუთრებით პოპულარული ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც მთელი ინდუსტრია აპოკალიფსის მონოლითზე. ცნობილი ხდება, რომ ამერიკული კომპანია SAFE აშენებს მდიდრულ მიწისქვეშა ბუნკერს ARES არწივის ბუდეს ვირჯინიის შტატში, თეთრი სახლიდან არც თუ ისე შორს. ეს თავშესაფარი იქმნება მსოფლიოს 625 უმდიდრესი ადამიანისათვის გლობალური კატასტროფებისგან თავის დასახსნელად, წერს Daily Mail. მიწისქვეშა კომპლექსი, რომლის ჯამური ღირებულება 300 მილიონი დოლარია, აღჭურვილი იქნება საცურაო აუზებით, ძვირად ღირებული ოთახებით, მაღალი კლასის რესტორნებით, ბოულინგის დარბაზებით, ყინულის ოთახით და ცოცვისთვის განკუთვნილი კედლით. ამის გარდა ბუნკერს ექნება ინტერაქციული კედლები, რომლებიც შექმნის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყოფნის ილუზიას. ამასთანავე კომპლექსში იქნება ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით აღჭურვილი სამედიცინო ლუქსი, სადაც გამაჯანსაღებელი პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობაც იქნება. როგორც უკვე აღვნიშნე, პროექტს განახორციელებს SAFE, ვირჯინიაში დაფუძნებული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია უსაფრთხო უძრავი ქონების მშენებლობაში. SAFE-მა წარმოადგინა მდიდრული მიწისქვეშა ციხე-სიმაგრის მშენებლობის გეგმები და პირობა დადო, რომ მშენებლობას 2026 წლისთვის დაასრულებს. კომპანია აპირებს ეგრეთ წოდებული განკითხვის დღის საცხოვრებელი ბუნკერების ქსელის შექმნას. მიწისქვეშა ციხე-სიმაგრეების აშენება იგეგმება ამერიკის შეერთებული შტატების 50 ქალაქში და 1000 შვილობილი ლოკაციით მთელ მსოფლიოში. ბუნკერში საცხოვრებელი ფართობის ღირებულება 20 მილიონი დოლარიდან დაიწყება. SAFE-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ბუნკერის თეთრ სახლთან სიახლოვე არის შემთხვევითობა და საერთო არაფერი აქვს გლობალურ პოლიტიკურ დაძაბულობასთან. SAFE-ის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის ალ კორბის თქმით, თავშესაფარი ფოკუსირებული იქნება როგორც კონფიდენციალურობაზე, ასევე უსაფრთხოებაზე. ეს ციხესიმაგრე მხოლოდ ერთ-ერთია იმ მსგავს თავშესაფრებს შორის, რომლებიც ბოლო წლებში სუპერმდიდრებისათვის აშენდა. მომხმარებლები, რომლებიც იხდიან სოლიდურ თანხას, შეძლებენ ბუნკერს შეაფარონ თავი, არა მხოლოდ სამყაროს აღსასრულის შემთხვევაში, არამედ შეძლებენ კაფსულებში შესვლას, როდესაც რაიმე ტიპის მნიშვნელოვან საფრთხეს იგრძნობენ. პერსონალური ბუნკერების შენება ამერიკის შეერთებულ შტატებში პოპულარულ გადაცემად ითვლება. ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ზოგჯერ თავის დაზღვევას ჯობს. ამიტომ ყოველი შემთხვევისათვის არამხოლოდ წიწიბურასთან და კონსერვებს იმარაგებს, არამედ ნამდვილ ბუნკერებსაც თხრის, სადაც საჭიროების შემთხვევაში კატაკლიზმისგან, ტექნოგენური კატასტროფის ან ზომბი აპოკალიფსისგან თავის დაცვა შეიძლება. როგორც წესი, მსგავს ბუნკერებს ოჯახისათვის ან ორი ადამიანისათვის აკეთებენ, მაგრამ წარმოვიდგინეთ მიწისქვეშა დასახლება, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარით და აღჭურვით, მათ შორის მსხვილი კომპანიით, რომელშიც რამდენიმე ათასი ადამიანია დასაქმებული. ტეხასში მსგავსი იდეის რეალიზებაზე სერიოზულად ფიქრობენ. ინვესტორების გეგმებზე, რომელიც ამ რთული მასშტაბური და უჩვეულო პროექტის განხორციელებაში ფულის ჩადებას გეგმავენ, Daily Mail გვიყვება ისევ, მართლაც რატომ უნდა იჯდე დახუთულ ბეტონის სოროში, როცა შეიძლება საჭიროების შემთხვევაში აღმოჩნდე კომფორტულ გარემოში და ისეთი კატასტროფები გადაიტანო, როგორც ტერორისტების თავდასხმა, ქიმიურ ქარხანაში აფეთქება ან რამე უარესია. პროექტს Trident Lakes იქვია. მისი განხორციელება კი დალასის სიახლოვეს იგეგმება. მიწისქვეშა დასახლების ღირებულება 300 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება. თავშესაფარში 400 ბინა განთავსდება და თითოეული მათგანის ღირებულება მიწის ზემოთ არსებული საცხოვრებლების ფასს გადააჭარბებს. ხუმრობა გვერდით იყოს და ჩვენ საუკუნეში ყველაფერი მოსალოდნელია, ამიტომ მთელი აღჭურვილობა მიწისქვეშ იქნება. დასახლების ზემოთ ტერიტორია კი ხელოვნური ტბებით, გოლფის სათამაშო მოედნებითა და სკვერებით მოირთვება. დასახლება სასმელი წყლის საკუთარი მარაგი, დასუფთავების სისტემა, ჰაერი და ელექტროენერგია ექნება. მიწისქვეშა ქალაქში მცხოვრებთა დნმ-ის ნიმუშების შესანახად შესაბამისი ბანკი იფუნქციონირებს. სამწუხარო მხოლოდ ერთია: პროექტის ექსპლუატაციაში გაშვების ზუსტი თარიღი და ბინების ზუსტი ღირებულება ამ დრომდე უცნობი რჩება. თვალსაჩინოებისათვის გეტყვით, რომ კორპორაცია მეტას ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი ჰავაიზე
100 მილიონიან კომპლექსს აშენებს მიწისქვეშა ბუნკერით, საკუთარი საკვებითა და ენერგიის წყაროებით. ამის შესახებ ინფორმაციას Wired ავრცელებს. ქონების ჩანაწერების და კონტრაქტორებთან ინტერვიუს გამოძიების თანახმად, ფართო საკუთრებას სახელად Koolau Lounge უკვე ნაცნობრივ აშენებულია და თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული პერსონალურ სამშენებლო პროექტად ყალიბდება. გავრცელებული ინფორმაციით მარკ ცუკერბერგმა კუნძულ კაუაის ჩრდილოეთ სანაპიროზე მიწის შესყიდვა 2014 წელს დაიწყო. კომპლექსი 5.5 მილიონ კვადრატულ მეტრს დაიკავებს. ამ ტერიტორიიდან 5000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება 2 სასახლე, 30 საძინებლითა და სველი წერტილით, ასევე ოფისებით, საკონფერენციო დარბაზებითა და ლიფტებით. ორი ცენტრალური კორპუსი ერთმანეთს მიწისქვეშა გვირაბით დაუკავშირდება, რომელიც 465 კვადრატულ მეტრ ფართობის თავშესაფრამდე მივა. თავშესაფარს ენერგიის საკუთარი წყარო და სურსათის მარაგი ექნება. ინფორმაციისთვის, აღნიშნული კომპლექსის მშენებლობა საიდუმლო გრიფით არის კლასიფიცირებული. გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა სავალდებულოა ადგილზე დასაქმებული ყველა პირისთვის. სამშენებლო ბრიგადები ცალკეული პროექტებით არიან დაკავებული და ერთმანეთთან კომუნიკაციის უფლება არ აქვთ. რაც შეეხება თანამედროვე რუსეთსა და ახალ ბუნკერებს. მათი განახლებისა და სრულყოფის მცდელობებს არც საბჭოთა წარსულის მემკვიდრე რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი მოშიშარი ვლადიმერ პუტინი აგლებს. კრემლის ლიდერისთვის ბუნკერები სასახლეებზე აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი მისთვის სასურველი სცენარით ვერ განვითარდა და ატომური იარაღით შანტაჟი დაიწყო. პუტინის ბუნკერებზე არაერთი მითი და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციაა გავრცელებული. ომის პერიოდში ამ საკითხისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა და მედიაში გაჩნდა ვარაუდები, რომ რუსი დიქტატორი იმალებოდა და ვიდეო მიმართვებს სწორედ მიწისქვეშა თავშესაფრებში იღებდა. პუტინის საიდუმლო ბუნკერები სად და როგორ გეგმავს პრეზიდენტი ბირთვული ზამთრის გატარებას? ასე ჰქვია ამ თემაზე საბესედნიკის მიერ მომზადებულ ერთ-ერთ ბოლო ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელზეც ავტორი ოლეგ როლდუგინი და ეგრეთ წოდებული დიგერი, ადამიანი, რომელიც მიწისქვეშა სამყაროთია დაინტერესებული, პაվել სოფრონოვი ტელეკომპანია დოჟთან და რადიო თავისუფლების რუსულ ბიუროსთან ინტერვიუებში საუბრობენ. როგორც ისინი ყვებიან, პუტინის ბუნკერების ქსელი მოსკოვიდან ურალამდეა და რუსეთის პრეზიდენტი მათ მშენებლობას დაუღალავად აგრძელებს. მაგალითად, მხოლოდ ლიფტების მოდერნიზებაზე 55 მილიონი რუბლი დაიხარჯა. სად მდებარეობს პუტინის ბუნკერები? რუსული და დასავლური გამოცემების ცნობით, კრემლის ლიდერის ერთ-ერთი საყვარელი თავშესაფარი ალტაის მთებშია, რაც გასაკვირი არ არის, რადგან მთის ქედები ბირთვული თავდასხმისაგან ერთ-ერთ საუკეთესო თავშესაფრად ითვლება. ადგილობრივები მთების თავზე ნანახ საპრეზიდენტო ვერტმფრენსა და გიგანტურ მიწისქვეშა ბუნკერზე საუბრობენ, სადაც პუტინის ოჯახის ყველა წევრს, გაზპრომისა და კრემლის თანამშრომლებს ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში რადიაციისგან დროებით დამალვა შეუძლიათ. თუმცა რუსეთის ოფიციალურ პირებს ეს არასდროს დაუდასტურებიათ. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად გვირაბების უმეტესობა მოსკოვის ცენტრში იმალება და ცნობილი მიწისქვეშა სისტემა მეტრო 2 სამთავრობო ოფისებს ბალაშიხაში, ჩეხოვსა და კალუგაში ბუნკერებთან აკავშირებს. რუსეთის დედაქალაქში სხვადასხვა მისამართზე 1000-ზე მეტი ასეთი ობიექტია. ბუნკერები კონცენტრირებულია ყოფილი უდაბნოების ირგვლივ, რომლებსაც დიგერები რამენკი 43-ს უწოდებენ და ამბობენ, რომ სწორედ ამ ადგილას მდებარეობს მთელი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც გვირაბებით კრემლთანაა დაკავშირებული. ცნობილია, რომ მიწისქვეშა თავშესაფრები არის გელენჯიკში, პუტინის სასახლის ქვეშაც. როლდუგინის მტკიცებით, სწორედ იგივე ხალხი, ვინც ოფიციალურ ბუნკერებს აშენებს, რუსეთის პრეზიდენტისთვის კერძო თავშესაფრებსაც აწყობს. გვირაბებში შემთხვევით მოხვედრილი დიგერები ამბობენ, რომ მათი სიღრმე 200 მეტრამდეა. როგორც საბესედნიკი უწყება, ამ ადამიანებს მოგვიანებით პირობითი და საპატიმრო სასჯელები მიუსაჯეს და აიძულეს რუსეთი დაეტოვებინათ. დიგერები ყვებიან, რომ მიწისქვეშა ობიექტების ზემოდან ხშირად საცხოვრებელი კორპუსებითა და სამოქალაქო ობიექტებით ინიღბება. გადმოცემის ცნობით, ერთ-ერთი ასეთი სავარაუდო გვირაბების თავზე სწრაფი ტემპით იქნება ახალი საცხოვრებელი კვარტალი და მას უცხოური კომპანია აშენებს. ახალ კორპუსებში ბინები არ იყიდება და სავარაუდოა, რომ ისინი დაცვის ფედერალური სამსახურის და FSB-ს თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი.
ბუნკერების ქსელი განლაგებულია იამანტაუს მთაზეც, საიდუმლო ქალაქ მეჟგორიეშიც, რომელიც ეკატერინბურგის სამხრეთით მდებარეობს. ეს დახურული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ფორმირება ორი სამხედრო ბანაკის შერწყმის შემდეგ გაჩნდა. ქალაქში შესვლა თუნდაც რუსებისთვის მკაცრად კონტროლდება და ამისთვის სპეციალური საშუია საჭირო. ადგილობრივები უკვე დიდი ხანია საომარი მდგომარეობის პირობებში ცხოვრობენ. მაგალითად, იამანტაუზე დაშვების კონტროლზე FSB და თავდაცვის სამინისტროა პასუხისმგებელი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1990-იან წლებში იამანტაუს მთის ტერიტორიაზე ამერიკის სატელიტმა დიდი გათხრები დააფიქსირა. 1995 წელს მეჟგორიე დახურულ ქალაქად გამოცხადდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი რუსეთის მთავრობისგან თასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე რამდენიმე განსხვავებული პასუხი მიიღო. The New York Times-ის ინფორმაციით, რუსული მხარე ამბობდა, რომ ეს იყო მაღარო, საკვების მარაგის შესანახი, ხოლო ატომური ომის შემთხვევაში ბუნკერი ლიდერებისთვის. ჟურნალისტები ამბობენ, რომ იამანტაუზე სამუშაოები გააქტიურდა და ამისთვის ფულს არ ზოგავენ. 2021 წლის აპრილის ბოლოს მეჟგორიეს მკვიდრები მოსკოვიდან ჩასული მძიმე სამშენებლო ტექნიკის კოლონას კამერებით დახვდნენ, რადგან დახურულ ქალაქში ასეთი ავტოკოლონები ბრაზილიური კარნავალის ტოლფასი იყო. მთის ზემოთ საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ ფრენის აკრძალული ზონა დააწესა. იქ მოხვედრა ფეხითაც რთულია. თუ სამთავრობო კონტრაქტებით ვიმსჯელებთ, სამშენებლო მოედანს იცავენ დრონები და ეგრეთ წოდებული კვადროკოპტერები, ასევე სამხედროები და რეინჯერები. საიდუმლო არ არის ისიც, რომ მეჟგორიეს ქალაქმშენებელი საწარმო US-30 1979 წლიდან წარმატებით არის დაკავებული სამრეწველო, სამოქალაქო და სოციალური ობიექტების, სპეციალური კამერული ტიპის მიწისქვეშა ნაგებობების, გვირაბების, მეტროს ვერტიკალური და დახრილი მაღაროს შახტების პროექტირებითა და მშენებლობით. US-30 არამხოლოდ უშუალოდ არის დაკავშირებული პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და იმ ადამიანებთან, რომლებიც პასუხისმგებენი არიან კრემლის სპეციალურ ობიექტებზე, არამედ სპეციალიზებულია ფართომასშტაბიანი მიწისქვეშა ბუნკერების მშენებლობაშიც. საიდუმლო ბუნკერებისა და მიწისქვეშა გვირაბების ქსელის მშენებლობაზე პასუხისმგებელი სამშენებლო დეპარტამენტის საქმიანობას რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური პროგრამების გენერალური დირექტორატი გასპი აკონტროლებს. ახლა კი ვნახოთ, რა ხდება საქართველოში. იმის მიუხედავად, რომ ეს ერთგვარი სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის ნაწილად შეიძლება ჩავთვალოთ. ფაქტობრივად, მეტროს გვირაბების გარდა და ისიც თბილისში, გამართული გვირაბების ქსელი თუ ლოკალური ბუნკერები არ გვაქვს. შესაძლოა ცალკეულ მდიდარ პიროვნებებს ასეთი თავშესაფრები ჰქონდეთ. ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირი ცივი ომისათვის განსაკუთრებულად ემზადებოდა და ამისათვის საკმაოდ დიდი ბიუჯეტი ჰქონდა გამოყოფილი. რამდენადაც ცნობილია, თბილისში 450-მდე ბუნკერია. ერთ-ერთი შემონახული სამართავი პულტი კი გვამცნობს საქართველოს იმ ქალაქების სახელებს, რომლებიც ასევე ემზადებოდნენ ომისთვის. ინტერნეტში უამრავი მასალა შეგიძლიათ მოიძიოთ. მათ შორისაა ვიდეო კადრები, რომელიც ძირითადად ჯეოს წალკ გუნდისა და ვაის გაი თხუნელას მეტსახელით ცნობილი YouTube არხის მიერაა გადაღებული. ასევე ტელეკომპანიების მიერ. თხრობისას სწორედ თხუნელას მიერ გადაღებულ კადრებს შემოგთავაზებთ. კომენტარების ბაზაში კი ამ YouTube არხის ლინკსაც დავუთავ, რომ დაუჭიროთ მხარი და გამოიწეროთ. ახლა კი მეტი ქართული მიწისქვეშა აპოკალიფტური გვირაბების შესახებ. მიწისქვეშა კომუნიკაციების საიდუმლო ხაზები ოფიციალურად არ არსებობს, მაგრამ ლეგენდები და მითები მათ შესახებ ძალიან ბევრია. ისინი მნიშვნელოვან სახელმწიფო ობიექტებს და საგანგებო დაცულ ბუნკერებს ერთმანეთთან აკავშირებენ. ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ამ თემის დეტალები ფართო მასებისათვის დახურულია. დედაქალაქის ქვეშ გვირაბების ქსელია. თბილისის მთავარი ქუჩების ქვეშ პატარა ქალაქი არსებობს. სამენტილაციო შახტები და გვირაბები, რომლებიც თავშესაფრისთვის იყო განკუთვნილი. დღეს მიტოვებული და გაძარცვულია. მაგრამ არის დაცული თავშესაფრებიც, რომლებიც გასაიდუმლოებულია და შესვლა აკრძალულია. გვირაბების შესახებ გარკვეულ ინფორმაციას გრიფით საიდუმლო ადებს. მათი მშენებლობა გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. ერთ-ერთი გვირაბის სიგრძე 1300 მეტრია. ის ისეა აშენებული, რომ ატომურ დარტყმასაც უძლებს. მის მშენებლობაში, რომელიც 4 წელი გაგრძელდა, ასობით გერმანელი ტყვე მონაწილეობდა. დღეს ეს გვირაბი რუსთაველის გამზირის ქვეშ სრულიად მივიწყებულია.
ყველაზე პატარა თავშესაფრად 50 კაციანი ბუნკერი ითვლება, ხოლო ყველაზე დიდ ოთახში დაახლოებით 1500 კაცი ეტეოდა. თავშესაფრის მაქსიმალური სიღრმე 30 მეტრია, მინიმალური 2. სხვადასხვა დროს მაღაჩინოსნები სწორედ ამ გვირაბებიდან უკავშირდებოდნენ კრემლს. აქ ინახებოდა საიდუმლო მასალებიც. დღევანდელი თავშესაფრები არც ისე კარგ მდგომარეობაშია. ზოგი დანგრეულია, ზოგში საშინელი ანტისანიტარია, ზოგი დანგრევის პირასაა. კოსტავას ქუჩაზე მდებარე თავშესაფარი დღემდე ვერ დაადგინეს. რამდენ კაცია გათვლილი, ხოლო აეროპორტის დასახლებაში მდებარე თავშესაფარში 100 კაცი ეტევა და მისი სიღრმე 3-4 მეტრია. თავშესაფრებში ნეიტრალური მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში მათი გამოყენება შეიძლება. საინტერესოა რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე თავშესაფარიც, რომელიც 1980 წელს აშენდა. იგი 200 პაციენტზე იყო გათვლილი. აქვს 2 შესასვლელი, რომლიდანაც ერთი დღეს დაკეტილია. შემორჩენილია ჰერმეტული კარები, სავენტილაციო მილები, წყლის რეზერვუარები, ჰაერის ფილტრები, წყლის მილები და 3 დიზელ გენერატორი. ობიექტი კარგ მდგომარეობაშია, მშრალია და ნიავდება, რის გამოც მისი ფუნქციის აღდგენა საკმაოდ მარტივია. თავშესაფრიდან გადის დაახლოებით 150 მეტრის სიგრძის გვირაბი, რომელიც უკავშირდება ამ თავშესაფრის მეორე ნაწილს. გვირაბები აშენდა თავშესაფრებისთვის, თუმცა შემდეგ მეტროპოლიტენი გაიყვანეს. დღესაც არის შემორჩენილი მიწისქვეშა კოლექტორები, რომლებიც მთაწმინდის ზემოდან იწყება, პუშკინის ქუჩის გავლით უერთდება მტკვარს. მისი ზომები თავისუფლად იტევდა ეტლიან კაცს. ასევე ბოტანიკურ ბაღს აქვს გვირაბები. ერთი გვირაბი გამჭოლია, რომელიც აკავშირებს ასათიანის ქუჩას ბოტანიკურ ბაღთან და შეიძლება თავშესაფრადაც გამოყენება. საკმაოდ დაცულია, ქედრში შედის. დანარჩენი ლაბორატორიები იყო. ამჟამად ყველა გვირაბი დალუქულია. არც ერთ ობიექტზე საჭირო აღჭურვილობის გარეშე შესვლა არ არის მიზანშეწონილი. ახლა უნდა გიამბოთ გრანდიოზულ და გასაოცარ ნაგებობაზე, რომელიც მაუს ბუნკერის სახელითაა ცნობილი და ის გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მდებარეობს. ის უფრო სამედიცინო ფარმაცევტული ლაბორატორიაა, რა თქმა უნდა, საიდუმლო დაგებული. გარედანაც კი ეს მიწის ზედაპირზე მდგომი შენობა საკმარისზე მეტადაც ბრუტალურად გამოიყურება. ბეტონის მაუს ბუნკერი გერმანიის ისტორიული ძეგლების სიაში შეიყვანეს. მისი დანგრების წინააღმდეგ გამართული კამპანიის შემდეგ. შენობის დანგრევა 2020 წელს იყო დაგეგმილი. იმავე წელს დაიწყო კამპანია თაგვის ბუნკერის დასაცავად. მაისში კამპანიამ წარმატებას მიაღწია და შენობა შეინარჩუნა გერმანიის მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტმა. ახლა კი უფრო კონკრეტულად თუ რატომ აშენდა მაუსე ბუნკერი. ლაბორატორიული კომპლექსი დააპროექტეს გერდმა და მაგდალენა ჰანსკამ და 1991 წელს გაიხსნა. როგორც ბერლინის ფრეიე უნივერსიტეტის ცხოველთა ლაბორატორიების ცენტრი. ბოლო წლებში იგი გამოიყენებოდა როგორც ექსპერიმენტული მედიცინის კვლევითი ინსტიტუტი. დაარსების დღიდან შენობა კამას იწვევდა სადავო დიზაინი, რომელიც შერწყმულია ბრუტალურობასთან. მიზნითაც არაპოპულარული იყო ადგილობრივებში, რადგან აქ ცხოველთა ტესტირება ხდებოდა. მათი საცდელი გამოყენება სხვადასხვა მიზნისთვის. თუმცა ასე სწრაფად რომ გვინდა ხოლმე წამლები და ვაქცინები, სხვანაირად არ ხდება. ეს ყველაფერი მათ შორის სამედიცინო პროცედურები ჯერ სხვა ცოცხალ ორგანიზმზე უნდა ჩატარდეს და შემდეგ გამოიცადოს ადამიანზე. ეს არის არქიტექტურული და სხვა ბევრი თვალსაზრისითაც მაღალტექნოლოგიური პროექტი. შენობის დიზაინი უნიკალურია, მისი პირამიდის ფორმით და გასაოცარი სავენტილაციო მილებით, რომლებიც გამოდის კედლებიდან. რაც შეეხება ზომებს, ეს არის 117 მეტრის სიგრძის რკინა ბეტონის კონსტრუქცია. ერთგვარი სტრუქტურა, რომელიც შეიარაღებულ კრეისერს მოგაგონებთ, თავისი ლურჯი სავენტილაციო მილებით. შენობის შიგნით გვხვდება მბზინავი სტერილური ლაბორატორიები, სავსე გალეებითა და კაბელებით, სამედიცინო დამჭერებითა და იარაღებით. ყველა იმ ატრიბუტით, რომელიც საჭიროა ათასობით პატარა პატიმარზე ტესტების ჩასატარებლად. არის 4 დონე, იგივე განყოფილება, რომელიც მოთავსებულია 2 ტექნიკურ სართულს შორის. Slow Travel Berlinis შესანიშნავი წიგნის 100 საყვარელი ადგილის მიხედვით, თაგვის ბუნკერს შეეძლო შეენახა 45,000-მდე ლაბორატორიული თაგვი, 20,000 ვირთხა, 5,000 ზაზუნა და სხვა მღრღნელები, ისევე როგორც ცხვარი, ღორი, ქათმები და ბაყაყები, ოღონდ შედარებით ნაკლები რაოდენობით.
2017 წელს ამ ლაბორატორიაში ექსპერიმენტებისათვის 222424 ცხოველი იყო გამოყენებული. მათი დიდი უმრავლესობა მოკლეს. ოფიციალური ინფორმაციით, რაზეც დეტალური ცნობები საჯაროდ არ არსებობს. ბოლოს აქ მაქს პლანკის ნეირობიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს ტესტები ზებრა თევზებზე, რომლებიც გენეტიკურად მოდიფიცირებული იყო დეპრესიის ნიშნების გამოსახატავად. წყალში დაამატეს ვალიუმი და პროზაკი თევზის ქცევის ნორმალიზებისთვის. 2024 წლიდან თაგვის ბუნკერში გაიხსნა გამოფენა. თითქოს ამ ბრუტალურმა შენობამ მუზეუმის ფუნქცია შეიძინა. ახლა, სანამ ამ შენობის საბოლოო ბედი გადაწყდება, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოინახულოს ხელუხლებლად შენახული ლაბორატორია ბუნკერი. ეპიზოდის ბოლოს კი გიამბობთ კიდევ ერთ ბუნკერზე, რომელიც კაცობრიობის გადარჩენისათვის უმნიშვნელოვანესია. ამაზე ცალკე ეპიზოდის მაქვს მომზადებული. ამიტომ ამ ვიდეოში ამ საკითხს მოკლედ შევეხები. საუბარია საცავზე განკითხვის დღისთვის, რომელიც თითქმის 20 წელზე მეტია შპიცბერგენის ყინულოვან მთებში, ნორვეგიაში არსებობს. საცავი, რომელშიც ინახება პრაქტიკულად ყველა მცენარის თესლი, რომელიც დედამიწაზეა. ეს პროექტი გაეროს მხარდაჭერით განხორციელდა და მიმართულია, რომ გლობალური კატაკლიზმების, კატასტროფების ან ბირთვული ომის შემთხვევაში შენარჩუნდეს მცენარეების სახეობები. ეს ერთგვარი სეიფია, რომელსაც ხშირად აპოკალიფსის საცავსაც უწოდებენ. საცავის დანიშნულებაზე კი მისი სახელიც მეტყველებს. ფართომასშტაბიანი კატაკლიზმების შემთხვევაში ეს საცავი იქნება ის ადგილი, სადაც კაცობრიობისათვის მნიშვნელოვან თესლებს საფრთხე არ დაემუქრება. საჭიროების შემთხვევაში კი ჩვენ მათი თავიდან გამრავლება შეგვეძლება. თესლები -18 ცელსიუსზე ჟანგბადით ღარიბ გარემოშია შენახული, რათა გახსნეს პროცესი მაქსიმალურად შენელდეს. არ იფიქროთ, რომ საცავის ადგილის შემთხვევებითაა შერჩეული. თუ რამე მიზეზის გამო საცავს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება, მის გარშემო არსებული მუდმივად გაყინული მიწა თესლებს გალღობისგან დაიცავს. მიწაში ღრმად ჩაფლული საცავი ბუნებრივ სიცივესთან ერთად თანამედროვე გაგრილების სისტემებსაც მოიცავს, რათა საკვები მაქსიმალურად დაცული იყოს. აქ თავმოყრილია თესლები ყველა გენის ბანკიდან და ქვეყნიდან, რომელიც გლობალური საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევაშია ჩართული, რათა მსოფლიო სამომავლოდ საკვებით უზრუნველყოს. სხვადასხვა კულტურის თესლია საქართველოდანაც. იმის გარდა, რომ საცავი სამომავლო აპოკალიფსისგან დაცვას ემსახურება, მისი გამოყენება სხვა კუთხითაც შეიძლება. უფრო კონკრეტულად, თუ საკვები პროდუქტის გავრცელება მოხმარებას პრობლემები შეექმნება, ბუნებრივი კატასტროფების, ადამიანური კონფლიქტების, პოლიტიკური ცვლილებების, არასწორი მენეჯმენტის ან სხვა გარემოებების გამო, საცავი სავალალო შედეგებისგან თავის აცლებაში დაგვეხმარება. ასე ვთქვათ, აქ შენახული თესლები მარადიული სიცოცხლისთვისაა განკუთვნილი. ამჟამად დაიწყო ანალოგიური საცავის მშენებლობა, სადაც დაცული იქნება ყველაფერი, რაც კაცობრიობას შეუქმნია. საცავში იქნება წიგნები, დოკუმენტები და სხვა საინფორმაციო მატარებლები. როგორც კომპანია ფიქლის წარმომადგენელი კატრინ ლეონ ტომსენი ამტკიცებს, საცავი იძლევა საშუალებას დოკუმენტები 1000 წლის განმავლობაში უსაფრთხოდ იქნას შენახული. ინფორმაციის მსოფლიო ბანკის ბაზა თესლების საცავის მახლობლადაა განთავსებული და ხელმისაწვდომია ყველა მკვლევარისთვის თუ სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციებისთვის მთელი მსოფლიოდან. რაც შეეხება კერძო პირებს, მათ გარკვეული საფასურის სანაცვლოდ შეუძლიათ შეინახონ საკუთარი ინფორმაცია 1000 წლის განმავლობაში არქტიკულ მაღაროებში, რომელიც მუდამ ყინულოვან შპიცბერგენის მთებშია განთავსებული. კომპანია ფიკლმა ინფორმაციის შესანახად უკვე ძველმოდური ფოტოფირის გამოყენება გადაწყვიტა. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სწორედ ფოტოფირი არის ყველაზე უსაფრთხოდ და ხანგრძლივად ინფორმაციის შენახვის გარანტი. სტაბილურ ტემპერატურაზე, რომელიც ნორვეგიის მთებშია, ფოტოფირს შეუძლია თავისუფლად გაძლოს 1000 წელიწადი. ბირთვული ომის შემთხვევაშიც კი, რა დროსაც ტემპერატურა მკვეთრად იმატებს, ფოტოფირს 500 წელი შეუძლია შეინახოს ინფორმაცია. ამ საინტერესო საკითხზე საუბარი დიდხან შეიძლება. რამდენად არსებობს საფრთხე, რომ ახლო მომავალში რაიმე ისეთი მოვლენა განვითარდეს დედამიწაზე, რომ აპოკალიფტური საცავებისა თუ ბუნკერების რეალურად ამოქმედება გახდეს საჭირო. გადაჭრით ვერაფერს კეთვით. ამაზე არც არსებობს ჩამოყალიბებული შეფასება. მონოდინები კი მრავალმხრივია. კატაკლიზმები, ასტეროიდები,
პანდემიები, ატომური თავდასხმები და უცხოპლანეტელების შემოჭრაც კი. მრავალფეროვანი შიშები ადამიანებსა და სახელმწიფოებს აიძულებს იმოქმედონ. მსოფლიო რაღაცნაირ კრიზისულ მდგომარეობაშია. ალბათ 21 საუკუნე იქნება ის პერიოდი, ის გარდამტეხი პერიოდი, როდესაც კაცობრიობა გადაწყვეტს, გააგრძელოს არსებობა თუ ყველაფერი გააკეთოს თვითგანადგურებისთვის. სამწუხაროდ ამის ნიშნები მრავლადაა. სამეცნიერო პროგრესი ეხება არამხოლოდ ყოფის გაუმჯობესებას, არამედ ანტიჰუმანური საშუალებების დახვეწასაც, მათ შორის სამხედრო შეიარაღების. ის, რაც თითქოს და ერთმანეთის შეკავებისთვის იქმნება, ამავე დროს პირსისხლიანი ტირანის ხელში უკონტროლო საფრთხესაც წარმოადგენს. მოკლედ, მისულად მშვიდობიანი ცხოვრება და განვითარება ისე, რომ ერთმანეთი არ ამოვხოცოთ. ამასობაში გამოიწერე კოდის YouTube არხი და გამოყევი სხვა მედია პლატფორმებზე, TikTok-ზე, Instagram-სა და Facebook-ზე. ეს თქვენგან ამ პროექტის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება, ხოლო ამ ვიდეოს თემატიკის შესახებ გამოხატეთ თქვენი აზრი და ასევე ისიც გაინტერესებს თუ არა კიდევ მსგავსი თემატიკა.